რაც შეეხება ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახელის ჭრეკას და ჭრეკის შედეგად თითქოს დაამოღებულ ბორჯომის ბოთლებს, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტები, ზვია ცეცხლაძემ განმარტა, როდესაც მე მის სახლში გამოცხადდი, მისი ჭრეკის დასრულების შემდეგ, როდესაც ხდებოდა მისი დაკავება, რომ ჭრეკის მიმდინარეობისას, როდესაც ვერ იქნა ნაპოვნი ვერაფერი, მოგვიანებით მის სახლში შემოიტანეს სხვადასხვა დასახელების და ზომის ქილები, მათ შორის ის ბოთლები, რომელზეც ახლა კითხეთ და შესაბამისად მოგვიანებით მოხდა ოქმში ამ ჩამოთვლილი ნივთების შეყვანა. წარმოდგენილმა მოწმემ დღეს სასამართლოს დასმულ კითხვებზე უპასუხა, რომ თითქოს ზვია ცეცხლაძე მაშინ, როდესაც ის დააკავეს საჩხერის ქუჩაზე, უпростоრედ შეაჩერეს საჩხერის ქუჩაზე, მოხდა მისი პირადი ჭრეკა, მას არაფერი აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო და უთხრეს მას, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ მის სახლში უნდა ყოფილიყო შენახული სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ასაფეთქებელი მოწყობილობა, პიროტექნიკა და ასე შემდეგ. და გაუძებელმა ასევე ისიც თქვა, რომ თითქოს ადგილზე მისულ ადვოკატისგან არ ქონდა მას ინფორმაცია, რომ შესვლას ითხოვდა და ითხოვდა, რომ დასწრებოდა პროცესი. აღნიშნული მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა, რომ არის აბსოლუტური სიცრუე. 4 დეკემბერს ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელ მისამართზე პირადად მე გამოცხადდი, სადაც შემხვდა არაერთი პოლიციელი, რომლებმაც ფიზიკური წინააღმდეგობა გამიწიეს, ძალიან აქტიური ცდილობის და მოწადინების მიუხედავად არ შემიშვეს საგამოძიებო მოქმედებაზე დასასწრებად და მარტივად ჩნდება კითხვა, რატომ თუ ჭრეკა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, რამ შეუშალა ხელი და რა მიზანი შეიძლება ქონოდა პოლიციას, თუ მე ჭრეკას უნდა დავსწრებოდი, უბრალოდ აღმეწერა და დავსწრებოდი იმ მოვლენების განვითარებას, როგორც რეალურად ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მარტივი კითხვა და მარტივი პასუხი. გამოძიების ინტერესში არ შედიოდა ჭრეკაზე დასწრებოდა ადვოკატი, რომელიც შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა. ზვია ცეცხლაძე შიგნიდან იძახდა, მეც მესმოდა გარეთ, ითხოვდა ზვია ცეცხლაძე საკმაოდ ხმამაღლა, ითხოვდა, რომ მას ქონოდა შესაძლებლობა ადვოკატთან კომუნიკაციის. რეალურად კადრები არსებობს, ლაივები იყო ჩართული და დამაგრებულია სისხლისამარის საქმეზე, სადაც იკვეთება, რომ კონკრეტულ მისამართზე ჭრეკის მიმდინარეობის დროს გარედან დიდი მოწადინება და მცდელობა იყო ჩვენი დაცვის მხარის, რომ შევსულიყავით მისამართზე და შესაბამისად შიგნიდან იყო ეს ხელშეშლა. თუ კი დავუშვებთ იმ ვარაუდს, რომ შეიტანეს ეს, თუ კი კამერები იყო, იქ ხალხი, ადვოკატი, ჟურნალისტები, შეიძლება და ისე შეეტანათ, რომ ეს თქვენ არ დაგენახათ? ნახეთ, მე იქ მივედი ჭრეკის დაწყებიდან რამდენიმე წუთში. ჩემი მისვლის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელი მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, შედიოდა და გამოდიოდა შენობაში. სწორედ შესულ და გამოსულ პოლიციელებთან მქონდა დიალოგი და ასევე ის გამოძიებელი, რომელიც დღეს დაიკითხა, მასაც მიაწოდეს ამ პოლიციელებმა ინფორმაცია, რომ ადვოკატი იყო მისული. შესაბამისად, ვინ რა შეიტანა, მე ამას მტკიცებით ფორმატში ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტი შემიძლია, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, პოლიციელები შედიოდნენ და არაერთი პოლიციელი შედიოდა შენობაში და გამოდიოდნენ. შედიოდნენ არა ხელსარიელები, არამედ რაღაცა ზოგს სამსახურებრივი ჩანთა ჰქონდა და ასე შემდეგ. ვინ რა შეიტანა და გამოიტანა ვერ ვიტყვი დანამდვილებით და მტკიცებით, თუმცა ფაქტი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. მიმოსვლა შენობაში იყო არაერთი პოლიციელის. ეს არის ფაქტი.